მოგესალმება. მოხსენებელი ბატონი მირიან გუნია, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. მოხსენების თემა მისტიციზმის ეპისტემოლოგია და ქრისტიანული ფილოსოფია. ბატონი მირიან. Ირსო მამანო, აკადემიის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. როგორც წარდგენელის მიერ ითქვათ, გეონდელი მოხსენების სათაური არის შემდეგი: მისტიციზმის ეპისტემოლოგია და ქრისტიანული ფილოსოფია. წინამდებარე მოხსენება წარმოადგენს ერთ-ერთ ნაკვეთ სრული სურათისა, ჩვენ წინა მოხსენების ფარგლებში შევეხეთ საკითხს, რომელიც შემდეგი სათაურის იყო: ასკეტიზმის გნოსეოლოგია და ქრისტიანული ფილოსოფია. და ორივე მოხსენების ფარგლებში ჩვენი მცდელობაა წარმოჩნდეს ქრისტიანული ფილოსოფიის რაობა, რაც დღეს სამწუხაროდ გარკვეულ მეცნიერთა წრეებში მიუღებელია გამომდინარე ქრისტიანული იდეებიდან. ალბათ უპრიანი იქნება, ვინც წინა მოხსენებას არ დასწრებია, მათთვისაც ორიოდე სიტყვით განიმარტოს, როგორც ასკეტიზმისა და მისტიციზმის მნიშვნელობა, ასევე ტერმინებისა გნოსეოლოგია და ეპისტემოლოგია. ასკეტიზმი შედარებით მარტივი აღსაქმელია, როდესაც ადამიანი აღასრულებს ფიზიკურ ასკეზას, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სიხშირისა და სხვადასხვა სიმძლავრის მარხვაში. აი მისტიციზმი არის შედარებით რთული ამბავი, რადგანაც მისტიციზმზე საუბრისას ადამიანს სჭირდება თავისი სულიერი შინაგანი გამოცდილება. და ეს არ არის დილას აღამოს ლოცვების საკითხვა, ძილის წინ, საწოლის წინ პირჯვის გადაწერა. ამიტომ დღეს მე მომხსენებელმაც ჩემ თავს რომ არ მივაწერო გარკვეული სულიერი გამოცდილებები, ბუნებრივია უნდა დავეყრდნოთ წმინდა მამათა გამოცხადებით ფილოსოფიას, რომელსაც ფილოკალის სათაურით თუ ვიტყვით, იგი ადამიანს ზნეობრივად განსწავლის. აი ჩვენ თუ გსურს გნოსეოლოგია გავიგოთ რას ნიშნავს და ასკეტიზმის გნოსეოლოგია, მაშინ უნდა დაისვას შესაბამისი შეკითხვა. ერთ-ერთ ღვთაებრივ თვისებათაგან, რომელთაც ადამიანია დაჯილდოებული, ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული არის გონისმიერება, მოაზროვნეობითობა. აი მთელი ქრისტიანული მონასტრული პრაქტიკა კი ქადაგებს თავდაბლობასა და მდაბალ ცნობიერებას, რომელსაც ერთი პატერიკის სიტყვებით თუ შევეხებით, მონაზონს, რომელსაც წინამძღვრის კურთხევა აქვს, სულ რომ ანგელოზი გამოეცხადოს და სხვა კურთხევა მიაწოდოს, არ აქვს უფლება, რომ მისი ზემდგომის წინამძღვრის კურთხევას ზურგი აქციოს. ამიტომ შეკითხვა ასე ჟღერს, რომ თუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი თვისებაა გონისმიერება, რატომ უწევს ადამიანს, რომ მისი საკუთარი აზრები არ მოიხმაროს, საკუთარი განსჯა ჩაახშოს და მხოლოდ მისი წინამძღვრისა და ზემდგომი მონაზონის კურთხევას დაემორჩილოს. ამაზე ეკლესიის დიდი მოღვაწე წმინდა ისააკ ასური ასეთ პასუხს სცემს, რომ როგორიც არის შემეცნების ორგანოები, ისეთივეა თავად შემეცნებას და ქრისტიანული ფილოსოფია დასაბამობს ფილოსოფიის იმ გაგებაზე და ანთროპოლოგიის იმ გაგებაზე, სადაც შემეცნების ორგანოები არის დაზიანებული, მათ შორის ადამიანური ნებელობა არის დაზიანებული და ვინაიდან როგორიც არის შემეცნების ორგანო, ანუ ერთ-ერთი ნებელობა, ისეთივე ამისვე გამოწვეული შედეგი ცხოვრებაში, შესაბამისად ამის მკურნალობა მიმდინარეობს ქრისტიანობაში და ქრისტესაც ერთ-ერთი მარხვანის ტექსტის საკითხავით ეწოდება დიდი იგი მკურნალი ქრისტე. აი ეპისტემოლოგიის შესახებ და ჩვენ სიტყვა მისტიციზმთან თანხვედრაში მოყავს სიტყვა ეპისტემოლოგია. ასევე წმინდა ისააკ ასურს დავესესხებით, რომელიც შეკითხვაზე როგორ უნდა ვიხილოთ ადამიანის სულიერი ნაყოფები, ის გვცემს შემდეგ პასუხს, რომ სულიერი ნაყოფი იხილება იმ ადამიანში, რომელშიც ღვთის უმხურვალე ცოდნის შედეგად უხვად მოედინება ცრემლები. აი ზოგადად სიტყვა გნოსეოლოგიასა და ეპისტემოლოგიას ხმარობენ ხოლმე ერთი მეორის ნაცვლად. მათ აქვთ გარკვეული საერთო, მაგრამ მათ შორის არის დიდი განსხვავებაც. აი თუ გნოსეოლოგია შეისწავლის შემეცნების ისეთ მდგომარეობას, რომელიც აკვირდება სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთმმართველობას, ანუ რა კუთხით ან როგორ არის შემეცნება ან ცოდნის მიღება შესაძლებელი.
იგი გამოხობს ერთ ნაწილსაც, რომ ასეთი შეიძლება იყოს ადამიანის პირადი სულიერი გამოცდილებაც, რომელსაც მე თუ ვინმეს არ გავესაუბრე, ამისი ხილული თვალით, შეუიარაღებელი თვალით აღქმა ძალიან რთულია. აი ამის საპირწონედ ეპისტემოლოგია გამოყოფს ისეთ შემეცნების პროცესს, სადაც ჩვენ უშუალოდ თვალით ხილულ, ანუ ზოგადად თუ ვიტყვით, ემპირიულ რეალობას აღწერთ. ამიტომაც თუ ჩვენ გნოსეოლოგიაზე წინამოხსენების ფარგლებში ვსაუბრობდით შემეცნების ორგანოებზე, რაც შინაგანი მოცემულობა არის. აი ასკეტიზმზე, უпростоრად მისტიციზმზე საუბრისას ჩვენ გვჭირდება ეპისტემოლოგია, ვინაიდან ეს სულიერი გამოცდილება დავინახოთ მეცნიერულად, ანუ ემპირიულად. და წმინდა ისააკ ასურის სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს იქნება თავდაბლობა, ეს იქნება ცრემთაღრა, ეს იქნება სინანული და უფრო მაღალ და მაღალ საფეხურებზე ეს იქნება ისეთი სულიწმინდის ნიჭები, რომლებიც არის სეთაყუნება ან ფიქრთან ხილველობა. აი ზოგადად ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმით, რომ მეცნიერულ სივრცეებში ნაკლები ყურადღება ექცევა ზოგადად ქრისტიანობას და მით უფრო ქრისტიანულ ფილოსოფიას. წინამდებარე თემა საკმაოდ შესაძლოა მძიმედ შეფასდეს, იმიტომ რომ არ არის იოლი მოსესმენი ინდივიდუალურად, რადგანაც როგორც ღმერთმა ყოველი ადამიანი იცის საკუთარ გულში და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებია, რომ ღმერთი საკუთარ თავს განუკუთვნებს ასეთ ეპითეტს, რომ იგი არის ღმერთი გულთამხილავი, ასევე თითოეულ ადამიანმაც იცის საკუთარი გული და ჩვენ ქრისტიანობის წიაღში ვიმყოფებით და ყველა მიცის ქრისტიანობა, მაგრამ ცოტა თუ შეიძლება ცხოვრობდეს შესაბამისად. აი მეცნიერულ მოღვაწეობას უნდა ახდენს აუცილებლად მაცხოვნებლობითი განაზრახი. აი წმინდა ისააკ ასური შენიშნავს, რომ შესაძლოა ის ხეები უკვე იზრდებიან, რომლითაც ჩვენს კუბოებს გამოჭედავენ. აი ვახტანგ მე-6 კანონმდებელი მეფე ამბობს ასეთ რაღაცას, როდესაც იგი ვეფხისტყაოსანს ურთავს კომენტირებას, რომ აწმი ამისთვის დავშვერ, ეს ხომ ყოველთა მეცნიერთაგან საცნაურ არს, რომ ესე მეცნიერი კაცი არცა დაშვებოდა წარსაწმენდელად. და აი ჰერმან მელვილის Moby Dick-ს თუ დავესესხებით, იქ შესავალ სიტყვაში არის აღწერილი ბიბლიოთეკარის საქმიანობა, რომელიც მტვერს აცლის წიგნებს და მელვილი ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ ეს პიროვნება ამ უშფოთველი საქმიანობისას ფიქრობდა ხოლმე სიკვდილზე. აი ჩვენ შევეცდებით მისტიციზმის ეპისტემოლოგიის გამოკვეთისას დავესესხოთ მის სულიერ ხილულ ნაყოფებს. როდესაც გრიგოლ მოსელი ცდილობს ჭეშმარიტი ფილოსოფიის რაობა გამოკვეთოს, იგი იხსენებს ცნობილ ბიბლიურ ძველაღთქმისეულ პასაჟს, როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ეგვიპტის ფარაონის ბერწმა ქალიშვილმა აღზარდა. და წმინდა გრიგოლ მოსელი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ წერილი იმ ეტაპამდე თვლის სათნოთ ცრუ დედასთან ყოფობას, სანამ მავანი საკუთარ გულში სულიერ ჩულობას ხედავს. შესაბამისად, აქ უკვე უპრიანია ჩვენ გავიხსენოთ ეფრემ ცირისეულის სიტყვები, როდესაც ის ფილოსოფიას ამგვარად აღწერს, რომ ფილოსოფოსობად ესე იგი არის ჭეშმარიტად სიბრძის მოყვარებად, მონაზონებასა სახელედების. მონაზონება, ანუ მარტომყოფობა, მარტო თანაცხოვრება იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანი ჩაუღრმავდეს საკუთარ გულსა და გონებას და სწორედ ეს განარჩევს ქრისტიანულ ფილოსოფიას სხვა ფილოსოფიათაგან და დღევანდელი გაგებით თუ ვიტყვით ფაკულტეტით ფილოსოფოსობისაგან. აი წმინდა მარკოზ მონაზონი, რომლის წიგნსაც გადამწერმა დაურთო ასეთი სიტყვები, რომ ადამიანმა უნდა გაყიდოს ყველაფერი და მარკოზის წიგნი იყიდოს, მარკოზ მონაზონი ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ქრისტე თავის შვილობას ადამიანებს საკუთარი ჯვრით გადასცემს. ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა, იმიტომ რომ ქრისტიანობა და ქრისტიანული ფილოსოფია არის ესეთი ფილოსოფია, რომელიც თუნდაც მეცნიერულ მოღვაწეობას უყურებს მაცხოვნებელი თვალსაზრისით. და თეოფილე ანტიოქიელი ამბობს ავტოლიკესადმი მიძღვნილ ეპისტოლეში, რომ 60-ში ღვთის სიტყვა დადიოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ სახარება გვაუწყობს, რომ ღვთის სიტყვა განკაცდა. აი სწორედ ამის გაგრძელებაა, როდესაც ეპიფანე კვიპრელი თხზულ სიტყვაობითად აღწერს ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლას და იქიდან მართალთა სულთა გამოხსნას და ამბობს ასეთ რაღაცას, თუ ჩვენ ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ
მოისმათ ხმა უფლისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის, აი უკვე ეპიფანე კვიპრელი ადამს და მის ფიქრებს ამგვარად ამოტყოლებს და ამბობს, რომ ესმა მას ხმა მიმომავალი ფეხისა, როგორიც ოდესმე 60 ხესაშინა მიმწუხრი და გაეხარდა მას და თანა მოსაკნეებს ეუბნება ასეთ რაღაცას, უფალი ჩემი თქვენთან თანა. ძალიან მნიშვნელოვანია ცოდვის გაგება ფილოსოფიაში და მეტადრე ქრისტიანულ ფილოსოფიაში, იმიტომ რომ ამაზეა დაფუძნებული ზოგადად ქრისტიანული ფილოსოფია და ამიტომაც იყო შესავალ სიტყვაში ნათქვამი, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია და ბევრ შესაძლოა უმძიმდეს მსგავსი მოხსენების მოსმენა. აი მაგალითისთვის ჩვენ თუ გავიხსენებთ ბერად აღკვეცისა და აღსარების საიდუმლოს ლოცვას კურთხევანიდან, იქ წავიკითხავთ ასეთ სიტყვებს, რომ ქრისტე უხილავად აქა მდგომარე არის და თუ ჩვენ ამ ტექსტ ბოლომდე ჩავყვებით და ასევე მას დაუმატებთ წმინდა იოანე მარხველის კანონარს ან წმინდა ბასილი დიდის კანონარს, შეუძლებელია რომ ადამიანს არ გაუჩნდეს მდგომარეობა იმისა, რომ დატოვოს ყოველივე და ჯურღმულში, როგორც იტყვიან წმინდა მამები, თაგობისა და მატლების ჭამას მიეცეს მხოლოდ და არა ჩემსავით რაღაც ესე კონფერენციაზე იყოს წარმოდგენილი. სიმძიმის აღქმა ცოდვის არის უმნიშვნელოვანესი. აი დავუშვათ თუ მე განვიკითხე ვინმე და ისააკ ასურმაც განიკითხა ვინმე. აქ იმის გარჩევადობა კი არ არის, რომ ან მე არ მაქვს იმის განცდა, რომ განკითხვაში ჩავარდი, ან ისააკ ასურს არ აქვს ამის განცდა. აქ არის იმის განცდა, რომ ისააკ ასურს ესმის ამ ცოდვის სიმძიმე და ქრისტიანული ფილოსოფია არამატო ცოდვის გაგებას ეფუძნება, არამედ ცოდვის სიმძიმესაც. აი წმინდა ნილოს სინელის სიტყვებს შეგახსენებთ, როდესაც მას სურს რომ გამოკვეთოს ფილოსოფიის რაობა და ამბობს ასეთ რაღაცას. თუ კი სიმძიმილის დამთმენი იფილოსოფოსებ, მაშინ შენ ამის ხილულ ნაყოფებს საკუთარ ლოცვაში დაინახავ. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა უნდა განიცადოს ქრისტესაგან მოვლენილი ტვირთი, რასაც ჩვენ ქართული შესიტყვებით განსასწელს ვეძახით და პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშიც აღწერს თავის ფიზიკურ ტკივილს, როდესაც მას ეკლესებრი რაღაც გამონაზრდი ჰქონდა სახის არეში და ის ამბობს, რომ მე სამჯერ ვითხოვე ღვთის წინაშე, მაგრამ ღმერთმა არ განკურნა. რატომ არ განკურნა ღმერთმა? იმიტომ რომ განსასწრელი ყველასათვის მაცხონებლობითია და ამხელა მოღვაწეც კი სულიწმიდით გაბრძნებული პავლე მოციქულიც კი უნდა ცხონდეს. აი, როდესაც მოციქულები ვერ განკურნავენ კელობელს და ქრისტეს შეეკითხებიან, მან როგორ მოახერხა ეს, ქრისტე პასუხობს, რომ არაით განვალს ნათესავი ესე ეშმაკეული, არამედ მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. ქრისტეს არ უთქვამს, რომ ეშმაკეულის გაგდება შეიძლება ხატვითა და წერით, ან სიმღერითა და ძერწვით. მაგრამ ჩვენ ვიცით უდიდესი წმინდა მამები, რომელთაც ამქვეყნიური ნიჭებიც ჰქონდათ, მაგალითად ბერი იოსები სიკასტი შესანიშნავად კვეთდა ხეზე, მაგრამ ის ხის კვეთით არ ცხონებულა, არც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ცხონებულა რაღაც სამართლიანი რითმებით. ეს იყო მათი შინაგანი მდგომარეობა, რასაც საოცრად აღწერს ქართველი მოღვაწე საბას ვინგელოზი, როდესაც იგი ამბობს, რომ ადამიანი ქრისტეს მეფობისა თანახად უნდა იქნას. არ ამბობს, რომ ქრისტეს მეფობისა ქვეშემდგომ უნდა იქნას. უნდა იქნას თანახად მისი მეფობისა. და თუ ჩვენ მარკოს მონაზონის სიტყვებს დაუბრუნდებით, რომ ქრისტე ჩვენ ჯვარით განვსწავლის თავის შვილობაში, შესაბამისად შვილი უნდა ბაძავდეს მამას და ქრისტიანული ფილოსოფიას დასაბამობს იმაზე, რომ ადამიანმა საკუთარი ცოდვები უნდა აცვას ჯვარს, მაგრამ ვინაიდან არის გოლგოთა გასავლელი, ქრისტიანობა ასწავლის, რომ ქრისტიანობს უღელი ჩემი ტკბილვარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს. ამ უღელში ჩვენ როგორც ადრე მივანიშნეთ, დგება ორი მხარე, ერთი ქრისტესი, ერთი ადამიანისა და აქ უნდა შევეხოთ იმ საკითხს, რომელსაც წინარე მოხსენების ესეც შევეხე და რადგან ფართო აუდიტორია წარმოდგენილი, მე კვლავ გავიმეორებ ამას. როდესაც ქრისტე ამბობს, რომ უღელი ჩემი ტკბილვარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს, ის ამბობს ტერმინ უღელს, რომელიც არის ბერძნულად ზუგონ. და ეს ტერმინი არ არის ჩვეულებრივი ტერმინი. სხვადასხვა ინდოევროპულ ენებშიც არის გავრცელებული და მაგალითად ინგლისურად ეს იქნება იოკ, გერმანულად ეს იქნება იოხ, რუსულად იქნება იგა
და ძველი ბერძნული, ძველი ინდური ფილოსოფიის ენაზე, ანუ სანსკრიტზე, ეს სიტყვა არის იოგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ იოგა დღევანდელმა ეპოქის მსმენელმა არ უნდა გაიგოს ისე თითქოს რაღაც სპეციალური გაწევრების პროგრამა არის. ეს არის პირველ რიგში ცნობიერებისა და ფიქრების შეკავების ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი წინაღუდგება ამ მდგომარეობას, რასაც მერაბ მამარდაშვილი გაგიჟებულ მაიმუნთა ხტუნვას ეძახდა. ანუ ქრისტე თუ ჩვენ ამ სიტყვა იოგას დღევანდელი ინდური ფილოსოფიის გაგებით ვიხმართ, გეუბნება, რომ ჩემი გზა ფიქრებისა და ვნებების გამკლავებისადმი არის იოლი. Როგორც შეიძლება ტვირთი იყოს იოლა დასაზიდი, ესე იგი, როგორც ჩვენ წეგან მივანიშნეთ, ორი მხარი დგება ამ ყველაფერში და ეს არის სულიერი მომენტი ქრისტიანული ფილოსოფიასა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. აი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩვენ ვახსენეთ. ქრისტიანული ფილოსოფიის კუთხით არის მნიშვნელოვანი სპეციალური ლექსიკი აქვს ასეთი. წადდა ერთი რამ, სიდიადე იმ სიტყვებისა, რაც შეეკრიბა აღმოსავლეთს ან თუ დასავლეთს, ან თუ ელადის დიდებას ათენს. დავშვერი მათთვის მეტისმეტად ხანგრძლივი დროით, ბოლოს ისინიც ქვედადრეკული ქვედავაგე მაცხოვრის ფეხით. მას სურდა გაემეორებინა ის მდგომარეობა, რაც მოსეწინასწარმეტყველმა ისურვა, როდესაც ღმერთს იგი მიმართავს და სთხოვს, რომ ახილვინოს თავისი დიდება. ღმერთი კი მას უპასუხებს, რომ შეუძლებელია არა არის კაცი, რომელმან იხილოს პირი ღვთისა და ცხონდეს, მაგრამ ღმერთი მას ახილვინებს თავის ზურგს, კლდით მოზღუდულ ადგილას დააყენებს და ეუბნება, რომ იქ ჩამოივლის და მოსეწინასწარმეტყველი ნახავს ღვთის ზურგს. აი გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის მეგობრებს ამ ამბავს ახსენებს და ასე სიტყვებს ეუბნება: რა შემემთხვა ეს ჰოი კაცნო, ჩემებრ იდუმალებისა და ჭეშმარიტების მოყვარენო. გონებად მივიქცეოდი, რათა ავსულიყავი მთაზე და შემეკადრა შეუკადრებელისათვის და შევსულიყავი არმურსა თანა, სადა ღმერთი არის. და როდესაც ცადე მაქსიმალურად ყოფილიყავი ჩემ თავში, აკი გითხარით, რომ იგი ფიქრებით აღასრულებს ამ ყველაფერს. მანიხილა, რომ ღვთის პირი მოზღუდული იყო კლდით და იგი აღძელებს თხზრობას და ამბობს, რომ კლდე იგი იყო ქრისტე. აი ქრისტეს ფენომენი უმნიშვნელოვანესი არის ქრისტიანული ფილოსოფიისათვის. ანთროპოლოგია ადამიანის შესახებ სწავლება დასაბამობს ქრისტეს და ქრისტოლოგიის დოგმატზე, ქრისტეს განკაცების დოგმატზე და მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანული ანთროპოლოგია არის ქრისტოცენტრული. ამას წმინდა ბასილი დიდი მართებულად მიუთითებს, როდესაც სურს რომ აღწეროს ქრისტეს ორი სრული ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება და იგი იხსენებს ლაზარეს ამბავს და ამბობს, რომ აცრემდა იესო და იკითხა, სადა არის ლაზარე, რამე თუ კაცი იყო, ხოლო მივიდა და აღადგინა მკვდრეთით, რამე თუ ღმერთი იყო. აი ლაზარეს ამბავი მნიშვნელოვანია, რადგანაც ივანე ოქროპირი პირველ პირში ამეტყველებს ღმერთს და ცდილობს მისგან პასუხი მოისმინოს. და მას აქვს ტრაქტატი 4 დღიანი ლაზარეს შესახებ, მოგეხსენებათ, ლაზარე 4 დღით იყო საფლავს დაფლული და აქ იკვეთება აბსურდი სისტემა, რომელსაც ქრისტიანული ფილოსოფია ღვთაებრივ აბსურდს უწოდებს და მე ამის შესახებაც მოგაწვით ინფორმაციას. დიდი პატრიარქი ივანე ოქროპირი ღმერთს მიმართავს ასე: უფალო, ჩვენი პირველმშობელი ადამი ერთადერთი ცოდვის გამო გამოაგდეს ამ ოთხიდან. დავაზაკი ამდენი უსჯულოებისა და წარწმენდელი შეცოდების თანამდები ერთადერთი სიტყვის გამო შეგყავს ამ ოთხეში და ჩვენ ველოდებით ვრცელ პასუხს. მაგრამ ოქროპირის ოქრონექტარი შესიტყვებით ქრისტე მხოლოდ ერთ სიტყვას პასუხობს: დიახ. აი მე გითხარით, რომ არსებობს აბსურდის ცნება ფილოსოფიაში. ზოგადად ლათინური სიტყვა აბსურდუს არის ისეთი ცარიელი სიტყვა, რომელიც აღწერს მდგომარეობას, სადაც აზრი უნდა ჩაიდოს. შესაბამისად, სიტყვა აბსურდუს აბსურდი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მასში ამ შემთხვევაში აზრი არ დევს. აი ქრისტიანობა საუბრობს ღვთაებრივ აბსურდზე. თუ მაგალითისთვის ახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ადამიანი თუ არ შეურგულდება და მას ექნება მდობის მარცვლის ოდენა რწმენა და ეთქვის მთას აღიფხვარ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნება, ეს ადამიანური ჩვენი ფიზიკური სამყაროს კანონების მიხედვით არავის არ ჯერა ეს და წარმოუდგენელი ამის აღსრულება. მაგრამ თუ მარკოს თრაკიელს გავიხსენებთ, ის ჩამოდის 100 წლიანი მოღვაწეობიდან, ტყიდან გამოდის და თავის მორჩილს ეკითხება: ძმაო, კიდევ არიან ისეთი ბერები, რომელთაც ძალუც
ერთი სიტყვით ღვთის გადაადგილება და დაიწყებს დაძროს და მარკოს ცრაკელი აკურთხებს მას და შეაყოვნებს. შესაბამისად, თუ აბსურდი არის ჩვენი ფიზიკური კანონების მიღმა და ამიტომაც ჩვენ არ გვჯერა მისი. აი ღმერთი ეს ტრანსცენდენტული რეალობა, რომელიც საკუთარ თავს განუკუთვნებს სახელს მე ვარ მყოფი, რომელი ვარ, ანუ ჭეშმარიტი ყოფიერება. ვინაიდან თავად ლახავს ამ მიუწვდომელ უბსკულსა და საზღვარს. აქედან გამომდინარე მის მიერ ხელით აღსრულებული აღარ არის აბსურდი, არამედ ეს არის ღვთაებრივი აბსურდი და მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ღვთაებრივი აბსურდი აღარ არის. მაგრამ ადამიანური კანონებით, როგორ სამოთხეში მყოფი ადამიანის გამოძევებაა შესაძლებელი და ერთი სიტყვით ავაზაკის თხოვნება? აი ამის შესახებ ივანე მინჩხი თავის ჰიმნოგრაფიაში სულ სიტყვაობითად მიუთითებს და ამბობს, რომ განკვირდა ქერაბინი ცეცხლებ გზებარე, რაჟამს იხილა ავაზაკს აქუნდა ქრისტეს ჯვარი საბოთხისა ბჭისა გამღებულა. აი ეს არის ღვთაებრივი აბსურდი, ანუ ქრისტეს მეუხებითა და მკურნალობით შეძლებული ფილოსოფია, რომელსაც კლიმენტი ალექსანდრიელი უწოდებდა ქრისტეს ფილოსოფიას. აი ჩვენ ვახსენეთ, რომ მისტიციზმის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის სინანული. აი წმინდა იოანე სინელი აღწერს დილეგში დაყუდებულებს, ტრაქტატში კლემაქსი. და ჩვენ უპრიანია აქვე გავიხსენოთ წმინდა სისოი დიდის ყვედრება საკუთარი თავის მიმართ, რომ იგი მჯიხს იცემდა და ამბობდა, რომ ნეტავი ცოტა დრო მომცეს ღმერთმა კიდევ სინანულისთვის. აი ივანე სინელი ამხელა ასკეტი მოღვაწე ამბობს ასეთ რაღაცას შეკითხვასვავს და წერილისეულ სიტყვებს იხსენებს, რომ თუ კი ამ პარტავანთ შემოსრავს ღმერთი, მაშინ ვიღა შეიწყალებს მათ. და იხსენებს დილეგის ამბავს, რომელიც მან ერთ-ერთ მონასტერში იხილა და დილეგში არიან თვითჩამწყდეული მონაზვნები, რომლებიც იხოკენ მიწას, არაფერს არ იხმევენ საჭმელად, მუდმივად ერთი ტანსაცმელი აცვიათ, მზის ხივს არასდროს არ ნახულობენ, მუდმივ ცრემლის ღვრაში არიან და მათი ერთადერთი თხოვნა ღვთისადმი არის, რომ მიეტევოთ მათ ცოდვები. ასეთი სინანულის მქონე ადამიანს ცხადია ღმერთი გაუწვდის მაცხონებელ ხელს. მაგრამ საინტერესოა ივანე სინელის სიტყვები, როგორ ტიროდნენ ეს დილეგში ჩამწყდეული პიროვნებები. ივანე სინელი იხსენებს, რომ მათი ერთადერთი სიტყვა ღაღადისა იყო, რომ რამდენად მისწვდა ღვთის გულს ჩვენი ღაღადი, ან მისმენას რამდენად შეეხო ჩვენი ვედრება. და ისინი სულ გაურკვევლობაში არიან, რომ ძალუწ კი მათ ღვთისაგან გამოითხოვონ ეს მაცხონებლობითი კურთხება. ეს არის ის მდგომარეობა სინანულისა, როდესაც ადამიანს აღარ აინტერესებს სხვა ადამიანი და ბუნებრივია განკითხვის წოდვაშიც ვერ ჩავარდება. აი არსებობს ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ერთ-ერთი ტექსტი, დიდი ლიბანელი მწერალია, ტექსტი ქვია იესო ზეკათისა, სადაც ის აღწერს პიროვნებებს და მათ მიერ სათქმელს ქრისტეს შესახებ. ეს მხატვრული ტექსტი გახლავთ. როდესაც მივა სიმონ კვირინელთან, სიმონ კვირინელი იხსენებს, როგორი მშვიდი იყო ქრისტე, როდესაც მას ჯვარზე ალურსმავდნენ და სიმონ კვირინელი ამბობს ასეთ სიტყვებს, ცხადია ჯიბრანის კალმითა და ენით, რომ ქრისტეს მთავარი გვირგვინი მის ლურსმნებშია. და თუ ჩვენ მხატვრულ ლიტერატურას გავყვებით, ფიოდორ დოსტოევსკის მის მიერვე გამოგონილ პოემამდე დიდი ინკვიზიტორი აქვს მცირე თხრობა, როდესაც იგი იგონებს ასეთ პოემას, რომ თურმე ღვთისმშობელმა მოიხილა ის ადამიანები, რომლებიც ჯოჯოხეთში ეწამებოდნენ და გულშემოსრულმა მეოხება სთხოვა ღმერთს, წაიყვანა რა მთელი წმინათა დასი და ხელებ აპყრობილი და მუხლდა ჩოქილი შეევედრა ქრისტეს, რომ ეს ადამიანები ეხსნა ტანჯვისაგან. და დოსტოევსკი ამბობს, რომ ღმერთმა ღვთისმშობელს უჩვენა თავისი მარჯვენა და მარცხენა დალურსმული და უთხრა, როგორ შევუნდო ამის ჩამდენით. ჩვენ ვიცით სახარებისეული სიტყვები, როდესაც ქრისტე მამას ევედრება, რომ მამაო მიუტევე მათ რამე თუ არ იციან. მაგრამ დღევანდელი პერსპექტივით თუ ვიტყვით, მთელი სამყაროს ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ იციან. აი არსებობს პალატინის ბორცვზე რომში ერთ-ერთი ნახატი ამოკაწრული კედელზე, ეს არის საიმპერატორო დარბაზის მცველთა ოთახის ამოკაწრვა, რომელსაც ეწოდება გრაფიტო ბლასფემო და ჩვენ ნახულობთ შემაძრწუნებელ სურათს და ეს არის დღევანდელი სახე ადამიანისა და ასევე ქრისტიანისა, რომელიც თავისი ცოდვებით მუდმივად და მარადაცვავს ქრისტეს ჯვარს.
გამოსახულია შემაძრწუნებელი სახე, რომ დაჩოქილია პიროვნება სახელად ალექსამენოსი და ბერძნული წარწერა რომაული ტრანსკრიფციით იკითხება ალექსამენოს სებეტეთეონ, რაც ნიშნავს, რომ ალექსამენოსი თავის ღმერთს ადიდებს და გაკრულია ჯვარზე არსება, რომელსაც აქვს ვირის თავი. და მათ მხრიდან ეს იყო დაცინვა, ვინაიდან ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში. მათ ალექსამენოს დაცინეს, რომ ისცემდა ის თაყვანს. მოგეხსენებათ რომაული პანთეონი და მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ პიროვნებას თავი დაემდაბლებინა და ვირით შესულიყო დიდებით იერუსალიმში. აი ჩვენ მოხსენეთ სიტყვა იოგა და მას განმარტებაც დავურთეთ. შესაძლოა მოხსენებების ფარგლებში მსმენელს დარჩეს შეკითხვა, რომ ასკეტიზმისა და მისტიციზმის გამოვლინებანი დღევანდელი სამეცნიერო კვლევებიდან გამომდინარე ვითომ და შეიმჩნევა როგორც ანტიკურ სამყაროში, ასევე ინდურსა და ჩინურ ფილოსოფიაში. აი ვინაიდან სიტყვა იოგას წარმომავლობა გახლავთ ინდური და ამის შესახებ მოგახსენეთ, ინდოეთში არსებობს იოგას ერთ-ერთი ტიპი, რომელსაც ქვია ტანტრა იოგა, რომელიც გულისხმობს მეორე ადამიანთან ფიზიკურ კავშირში შესვლას და ასე თითქოს და გასხივოცნებას და სამყაროს ენერგიების მიღებას. მაგრამ ჩვენ ვახსენეთ ჟან-პოლ სარტრი და იოსებ სიკასტი, რომელთა სამოღვაწეო პერიოდიც ემთხვევა ერთი მეორეს. და იოსებ სიკასტის მორჩილი იხსენებს, რომ როდესაც იოსებ სიკასტა ამ კონკრეტული ბნების შემოწოვა ექნებოდა, იგი თავს იჯოხავდა. ამის აპირისპიროდ კი ჟან-პოლ სარტრი აღწერს დეტალებში თუ როგორ და რანაირად შეიძლება ავნების დაკმაყოფილება. აი ტექსტში ევერგეტინოსი აღწერილია ასკეტი ილიას ამბავი, რომელსაც ფიზიკური ნებიანობის დროს სურდა რამისაგან განკურნება, ითხოვა ღმრთისაგან წყალობა და მას მოევლინა სამი ანგელოზი განკურებასა შინა. და სამ ანგელოზთაგანმა ერთ-ერთმა ფეხები გაუკავა, მეორემ ხელები და მესამემ იგი სულიერად დაასაჭურისა და როდესაც ილია გამოიღვიძა ძილისაგან, მას ეს ნება სრულიად წართმეული ჰქონდა. ეს არის ორი ფილოსოფიის გზაგასაყარი, როდესაც ერთი ფილოსოფია იღებს ცოდვისნებასა და გაცნობიერება აქვს მისი სიმძიმისა და მეორე ფილოსოფია საერთოდ არ გააჩნია მსგავსი მცნება. აი საცნაური იქნება ბერძნული ტერმინი სტოა, რაც იყო აღმწერი ბერძნული ტაძრებისა, შესასვლელი იყო დიდი თაღებიანი და დღეს მორწმუნე საზოგადოება მიცის, რომ ეკლესიის შესასვლელ ხარეს ეწოდება სტოა. აი სტოიკოსები ცდილობდნენ თავიანთი გონების სიძლიერით გაემარჯვოთ ვნებებზე და ისინი იყვნენ ამპარტავანი, რომ ცდილობდნენ საკუთარი ფიქრებით გაეკონტროლებინათ სხეული, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ცოდვის განცდა, რაც ქრისტიანობას შემოაქვს. აი ამის თვალსაჩინოებისთვის მე გაგახსენებთ ოსე წინასწარმეტყველის ამბავს და ამით დავასრულებ ჩემ გამოსვლას. ოსე წინასწარმეტყველი მცირე წინასწარმეტყველია ძველი აღთქმისა და მას ღვთისაგან დაევალება მუშობაში შემჩნეული ქალბატონი შეირთოს ცოლა. ღმერთი მას აკურთხებს, რომ ამ ადამიანთან ყავდეს შვილები, შვილთასხმისათვის აკურთხებს და ღმერთი აკეთებს საოცარ წინასწარმეტყველებას გადმოგცემს. ოსეს სამი შვილი შეეძინება, ერთ-ერთს ღმერთის განკარგულებით უნდა დაერქვას, მეფობას წავართმევ ისრაელს, მეორეს უნდა დაერქვას, არ შეწყალებული და მესამეს უნდა დაერქვას, არა ჩემიერი. ამით ოსე წინასწარმეტყველი გარდა იმისა, რომ წინასწარმეტყველების განცხადებელია, იგი ფაქტობრივად ღვთის მტკივნეულ გულსაც ცხადყოფს საკუთარ გულში და ამ გულის ტკივილის მატარებელია და კარგი იქნება გავიხსენოთ ბერი პაისი ათონელის სიტყვები, როდესაც მან დედათა მონასტერს მიწერა ასეთ წერილი, რომ ადამიანი მხოლოდ იმისათვის უნდა ცხონდეს, რომ ღმერთს ჩვენი არცხოვნებით გული არ ვატკინოთ. აი მე დავასრულებ ჩემ გამოსვლას ქრისტიანული ფილოსოფიის იმ მიდგომით, რომელიც გამოხატა წმინდა პეტრე დამასკელმა, რომელიც სიტყვა ვაიმეს ხმარობდა კონკრეტული ერთი სიტყვის წინ გამოდმებით. იგი ამბობს, ჩვენ გვეუწყა, რომ მოაზროვნე სული გარდაცვალების შემდგომად, ან აღიწევა ზეცად ღმერთისაკენ, ან შთაეფლება ქვემოთ, ვაიმე ჯოჯოხეთისაკენ. დიდი მადლობა.